ვიცით რა დიდი ლობისტური ჯგუფები ყავს სომხურ პრობლემას, სომხურ დიასპორას ამერიკაში. ვიცით რომ ანალოგიური ჯგუფები დიდია საფრანგეთშიც. ამავე დროს შემთხვევით არისო აზერბაიჯანის ლიდერმა ალიევმა რო თქვა რომ ქართულ პროცესების უკან მაკრონის ყურები ჩანს. ანუ საფრანგეთს დაარტყა, იმიტომ რომ იარაღს აწვდიდა სომხეთს. სომხური ლობი ძალიან დიდია საფრანგეთშიც ვიცით. შეიძლება ტრამპის ეს ინიციატივას უკან იდგეს ის იდეა, რომ წაართვას ევროპას კავკასიის ეს ზონა მთლიანად, მათ შორის სომხეთთან კავშირის საშუალებით. და სომხეთმა უფრო მეტი ანგარიში გაუწიოს ტრამპის სტრატეგიულ პარტნიორობას, ვიდრე მაკრონის. იმიტომ რომ მაკრონის ხაზი აშკარად გულისხმობს კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.